გადაწყვეტილებისკენ, რომელსაც დღეს უნდა მოეწეროს ხელი. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არიან ეს იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც მე ვეკუთვნოდი, თუ არიან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყველა იმ ადამიანის მიმართ ჩვენ გვმართებს მადლობის თქმა, ვინც გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველომ გადადგა ასეთი პოზიტიური ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. ეს გადაჭარბების გარეშე შემიძლია თქვა, რომ არის ისტორიული დღე საქართველოსათვის, ისტორიული პერსპექტივის გაჩენა ჩვენი ქვეყნისათვის და შემდგომი ერთი წელიწადი მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა პარტია და ალბათ ყველა ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, უნდა იყოს მობილიზებული იქით, რომ საბოლოოდ ამ პარაფირების შემდეგ, ერთი წლის შემდეგ მოხდეს კიდევ უკვე ხელშეკრულების ხელის მოწერა, რაც საბოლოოდ დაასრულებს საქართველოს სვლას ევროკავშირისაკენ და ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ამასთან მინდა შევეხო უკრაინის საკითხსაც, რაც ხდება უკრაინაში. პირდაპირ დავინახეთ ჩვენ, რომ რუსეთზე ეკონომიკურმა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ენერგეტიკულმა დამოკიდებულებამ შეიძლება შექმნას ეროვნული მასშტაბის საფრთხეები, რაც დღეს დაემართა უკრაინას თავისი საგარეო პოლიტიკური ორიენტირის განსაზღვრის თვალსაზრისით და მინდა ვთქვა, რომ 2006 წელს, როდესაც რუსებმა გამოგვიცხადეს ბლოკადა და ჩვენ ეს ყველას კარგად გვახსოვს, საქართველოც იყო ამ ვითარებაში, როდესაც მის დამოუკიდებელ თავისუფალ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე შეეძლო ჩვენს მეზობელ ქვეყანას მოეხდინა აი ესეთი ტიპის დრამატული ზეგავლენა. მაგრამ დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელზეც შეუძლებელი არის ასეთი ზეგავლენის მოხდენა და სწორედ ამიტომ იყო ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით მაგალითად ბატონი კალაძის განცხადებას, რომ რუსეთთან კვლავ უნდა აღდგეს ენერგეტიკული კავშირები. სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებთ აქტივიზაციას ეკონომიკური კავშირების რუსეთთან, იმიტომ რომ რუსეთისათვის ეკონომიკური ურთიერთობებით, ენერგეტიკული კავშირებით შეიძლება განიხილებოდეს როგორც მხოლოდ ძალადობრივი ზემოქმედების ბერკეტი სხვა ქვეყნების თავისუფალ ნებაზე. ეს არის ის, რაც მინდოდა მე თქვა ვილნიუს სამიტთან დაკავშირებით, თუ ამასთან დაკავშირებით არის შეკითხვები, გაგცემთ პასუხს, თუ არა და მე სხვა თემაზე მინდა კიდევ ერთი განცხადება. ეს ნიშნავს, რომ ქართულებელია, რომ იგივე დაუშვათ კარასინი აბაშიძის მოლაპარაკების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება თავისთავად არ შეიძლება განიხილებოდეს ისეთ ტრაგიკულ მოვლენად, რომელიც ჩვენ ქვეყანას საგარეო კურსს შეაცვლევინებს. აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვათ ღვინის ბიზნესის წარმოებლებმა ისეთი რაოდენობით შეიტანეს რუსეთში ღვინო ან და სხვა პროდუქცია თუ შევიდა ქართული, შემდეგ უკვე სახელმწიფოსათვის ძალიან რთული იქნება რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯების შემთხვევაში, რომ გამოვიდეს უკვე აი ამ სპირალიდან, რომელშიც ჩვენ შეიძლება შევიდეთ. ამიტომ არსებითი არის დივერსიფიკაცია ჩვენი სავაჭრო არხების, არსებითი არის ქართული ღვინის, ისევე როგორც სხვა პროდუქტებისათვის ახალი ბაზრების ძებნა, ისე რომ ერთი კონკრეტული ბაზრის დაკეტვამ არ მოახდინოს მთლიანად ჩამოშლა ამა თუ იმ ეკონომიკური სექტორის. რაც შეეხება სხვა ტიპის ზეწოლებს, აქ ახლა ერთი არის აი ეს ყოველდღიური რაღაც მართულხლართების გაბმა, საზღვრის წინ გადმოწევა, ყოველდღიური პროვოკაციები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა მასშტაბური შეტევა, რომ მაგალითად ვიღაცა წამოვიდეს და თბილისში ხელისუფლება ჩამოაგდოს, ხო, ახლა ასეთი ტიპის შეტევას ნამდვილად ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანი ელოდოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთს აქვს ძალიან მცირე ბერკეტები და ამიტომ არის ეს ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისათვის, რომ ვიაროთ იქით, საითაც მივდივართ და
მე ვაცხადებ, რომ ხელისუფლებას აი ამ საკითხში ვილნიუსთან დაკავშირებითაც და შემდგომი ევროინტეგრაციის საკითხში ექნება სრული მხარდაჭერა, იმიტომ რომ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის საქმე, მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ბიპარტიული გადაწყვეტილება პარლამენტში და უნდა იყოს საყოველთაო კონსენსუსის შედეგი მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში. კარგად მესმის, რომ არიან ისეთი პოლიტიკური ძალებიც, რომელთაც აქვს განსხვავებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უდიდესი უმრავლესობა არის სოლიდარული, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპულ კავშირში. და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდა განხორციელებული არის, იცით რომ ჩვენ ყავს დევნილები როგორც აფხაზეთიდან, ასევე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან, და სხვა რა ეთნიკური წმენდა უნდა განხორციელდეს, მე არ ვიცი, თუ თქვენ გულისხმობთ გალის, ბატონო? დიახ, შესაძლებელი არის, რომ ასეთი ტიპის შევიწროება მოხდეს საქართველოს მოქალაქეების. თუმცა აი ეს ნაბიჯები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე არის ახლა ადამიანისათვის საცხოვრისის მოსპობა და გამოძევება ამა თუ იმ ქვეყნიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ საქმე გვაქვს არაპროგნოზირებად დესტრუქციულ მეზობელთან, რომლის ნაბიჯების გათვლა და პროგნოზირება არის უბრალოდ შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ საქართველოსათვის ევროკავშირისკენ სვლა, სადაც უფრო მეტად არის დაცული ადამიანის უფლებები და უფრო მეტად არის დაცული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. სრულიად ცხადი არის, რომ რუსეთისათვის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური, ისე თუნდაც კულტურული დომინაცია დღეს არის არსებითი პოსტსაბჭოთა სივრცეზე და საქართველოს დღეს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ გადადგას ის ნაბიჯი, რომლის გადასადგმელად მართლა 100 წლეულების განმავლობაში იღვწოდნენ სხვადასხვა თაობის ადამიანები. ამიტომ შეიძლება იყოს რაღაც ტიპის პრობლემები, მათ შორის ისეთი, როგორც თქვენ დაასახელეთ, შეიძლება იყოს პროვოკაციები საზღვრებთან, შეიძლება იყოს გალის რაიონში, თქვათ, რაღაც შევიწროება საქართველოს მოქალაქეების, რა ბერკეტებიც აქვთ ახლა ეკონომიკური, ეს არის მცირე ბერკეტები სინამდვილეში, შეიძლება ამის გამოყენებაც მოხდეს, თუმცა ის რაც ხდება უკრაინაში, როდესაც რუსეთს შეუძლია დღეს გაუთიშოს მთლიანად გაზმომარაგება და სრული კოლაფსი მოხდეს ქვეყანაში, ხო, ასეთი დამოკიდებულება საქართველოს რუსეთისაგან უკვე არ აქვს და ეს ყველაფერი გაკეთდა ზუსტად 2006 წლიდან დღევანდელ დღემდე, როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდიოდით ჩვენი ენერგეტიკული და სხვა ტიპის დამოუკიდებლობისაკენ რუსეთის მიმართ. მიუხედავად ამისა, უმცირესობის ხარდაჭერის არ გამოცხადება ან განცხადების მიმართ ადამიანთათვის გამართული გასაგებად თქვენ გასაგებად არ მიიღეს, თუმცა იმ ტექსტში რაც მიღებულია რა იყო მიღებული. ის რა არის, არსებობს ბიპარტიული განცხადება ასევე დაახლოებით რამდენიმე თვის წინანდელი, რომელიც ჩვენ ერთობლივად მივიღეთ, ასე რომ ამ ტიპის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს მისწრაფებებს ასახავს ევროპული კავშირის და ზოგადად ევროპული განვითარების მიმართ საქართველოსი არსებობს საქართველოს პარლამენტში და მისი დეზავუირება არავის არ მოუხდენია, არც ჩვენ პოლიტიკურ ძალას, არც მართლ პოლიტიკურ ძალას, ასე რომ ასეთი მისწრაფებების გამომხატველი დოკუმენტი არსებობს. ასევე ჩვენ ცალ-ცალკე, მაგალითად მე დღეს თქვენს წინაშე ვაფიქსირებ ჩემი პარტიის პოზიციასაც, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის ევროპული ინტეგრაცია. რაც შეეხება იმ მეორე დოკუმენტს, რომელზეც თქვენ ბრძანებთ, განსხვავება, ძირითადი განსხვავება ჩვენი და ქართული ოცნების დოკუმენტებს შორის გახლდათ ის, რომ ჩვენს დოკუმენტში უფრო მკაფიოდ იყო მიმართება რუსეთთან, დასახელებული იყო რუსეთი როგორც დესტრუქციული ძალა და ასე იყო გამოხატული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ხოლო მათ დოკუმენტში მაინც მოხდა შერბილება და რუსეთისადმი არ სურდათ, რომ ასეთი მკაფიო ყოფილიყო დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, რომ
როდესაც ასეთი წინააღმდეგობა არის, არ არის აუცილებელი, რომ ერთობლივი დოკუმენტები იყოს მაინც და მაინც მიღებული. ჩვენი დოკუმენტი გამოხატავს ჩვენს პოზიციას, მათი დოკუმენტი გამოხატავს მათ პოზიციას, მაგრამ ერთი საერთოდ ჩვენ გვაქვს, რომ ჩვენ ყველანი მივესალმებით იმას, რომ საქართველო გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციისაკენ, რაც გამოიხატა დღევანდელ პარაფირებაზე ხელმოწერის აქტში. ხო, სხვა თემაზე მინდა გითხრათ, ეს არის ხურჩასთან დაკავშირებული მოვლენები. ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ნუსხაში, რომელიც გადაეცათ ადვოკატებს, მაგალითად ბატონი რომან შამათაოს ადვოკატებს, აი ამ მტკიცებულებათა ნუსხაში არის შეტანილი დისკი, სადაც აღბეჭდილი არის სერგეი ბაღაფშის ინტერვიუ. სეპარატისტების ლიდერი საქართველოს პროკურატურის მიერ მოყვანილი არის და მისი სიტყვები მოყვანილია როგორც მტკიცებულება საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ. ამ საქმეში არის კიდევ სხვა მტკიცებულებები პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი. ეს მტკიცებულებები ეყრდნობა კუდის თანამშრომლების ჩვენებებს მიცემულს თავისი თანამებრძოლის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ბატონი რომან შამათავას წინააღმდეგ. ერთ-ერთი ამ ადამიანთაგანი, რომელსაც ასეთი ჩვენება ჰქონდა დაწერილი ზეწოლის შედეგად, იყო დანელია და იცით, რომ მის სიცოცხლე დასრულდა ძალადობრივად, ჯერ არ არის დადგენილი ეს იყო თვითმკვლელობა თუ ეს იყო მკვლელობა, თუმცა თვითის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უაპელაციოდ მანამ სანამ ექსპერტიზა დასრულდება, ამბობს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, აგრეთვე ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. და აი ახლა გუშინ მე ვესაუბრე ადვოკატებს და ამ საქმეში გამოჩნდა კიდევ სხვა მტკიცებულებები და ჩემდა გასაოცრად. ეს მტკიცებულებები არის ერთ შემთხვევაში აფხაზიის სამართალდამცავების განცხადებები, რომ ქართველები თვითონ აწყობდნენ ტერორისტულ აქტებს. მაგალითად, ეს არის ვლადიმერ არლანის კომენტარი, აფხაზი ძალოვანი წარმომადგენლების. ეს არის აგრეთვე რუსი ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების თანამშრომლის ალექსანდრე დიორდიევის განცხადება და დიახ, აი ეს მტკიცებულებები ბაღაფშის შემდეგ უკვე დაემატა მტკიცებულებები ვლადიმერ არლანის, რომელიც არის აფხაზის სამართალდამცველი, ალექსანდრე დიორდიევის, რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის და აგრეთვე რუსლან კიშმარიას. ეხლა რუსლან კიშმარიას სახელი ყველასათვის არის ცნობილი. ასე რომ ამათზე დაყრდნო ერთის მხრივ პროკურატურას აქვს მტკიცებულებები ძალადობით აღებული, როგორც დანელია შემთხვევაში და რამაც უდიდესი ალბათობით გამოიწვია ის ტრაგიკული მოვლენა, რასაც ადგილი ჰქონდა და ასევე მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ დაახლოებით 10 თვის წინ ის იყო 10 დღის განმავლობაში გატაცებული და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის მთელი ამ 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში და სამართალდამცავების მიერ იყო გატაცებული. ზეწოლა მასზე მუდმივად გრძელდებოდა და ახლა ამ ზეწოლამ მიიღო ისეთი ფორმები, როდესაც ადამიანმა უბრალოდ ამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ან კიდევ რაღაცა სხვა ძალადობრივ აქტს ჰქონდა ადგილი. მე რატომ საუბრობ ასე ხშირად ხურჩის თემაზე? ერთი არის, რომ თუ პროკურატურას სურს გამოიძიოს ნებისმიერი საქმე, მას შეუძლია, რომ ეს იყოს დახურული გრიფით გამოძიებული, თუ რაიმე პრობლემა არის რომელიმე კუდის თანამშრომელთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ისე, რომ არ იყოს აფიშირება და არ იყოს პირდაპირ შესაძლებლობების მიცემა რუსეთის წარმომადგენლობისათვის, რომ ქართველები არიან ტერორისტული აქტების ორგანიზატორები. ამას ამტკიცებდნენ წლების განმავლობაში პუტინიც, როდესაც ლაპარაკობდა თქვა პანკისის ხეობაზე და სხვა რუსეთის მაღალჩინოსნები. დღეს ქართული პროკურატურა ბაღაფშთან და რუსლან კიშმარიასთან ერთად აი ამას ამკვიდრებს მთელი მსოფლიოს წინაშე. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ქმედებები. Yeah. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დასჯადი ქმედება. ერთი არის, რომ თუ ქალბატონი ელენესათვის ცნობილი იყო ისეთი ფაქტები, როდესაც
რომელიმე უსინდისო ჩინოსანი თქვა ფულს იღებდა ადამიანებისაგან იმის ფასად რომ თქვა მიენიჭებინათ მისთვის თავისუფლება მე ასე მესმის რომ უნდა ყოფილიყო მყისიერი რეაგირება და მყისიერად უნდა თქმულიყო ამის შესახებ თუ მას ახლა ჩაუვარდა ასეთი ფაქტები რომ ვინმე ამას აკეთებდა და თუ ეს თქვა ბოლო დღეების ამბავი არის ამ შემთხვევაშიც ეს რა თქმა უნდა იყოს გამოქვეყნებული და ის ადამიანები უნდა დაისაჯონ ვინც ასეთ რამეს აკეთებდა მაგრამ აგრეთვე მაქვს გარკვეული განცდა რომ ეს არის განაწყენებული ადამიანის პოზიცია რომელიც თქვა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო აი ამ პოზიციაზე და დღეს ის არის განთავისუფლებული და სხვა ადამიანი არის დანიშნული მის ადგილას და მე ვფიქრობ რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა უგონო ბრაზის გამოხატულება. ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის ეს არის კონკრეტული ინფორმაცია, მათ კონკრეტულად ალბათ უნდა გამოგკითხონ ეს ქალბატონი თუ რა ინფორმაციას ფლობს, რა მტკიცებულებები აქვს ამის დასადასტურებლად და ეს იქნება ჩვეულებრივი ორდინალური სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მაქვს რაიმე სახის დიფერენცირებული დამოკიდებულება ვინმეს მიმართ. კონკრეტულად მე ამ კანონს არ ვიცნობ, სამაგიეროდ ვიცნობ გია გაჩეჩილაძეს, რომელიც ლაპარაკობდა რომ რაღაც ასეული ტონებით ნარკოტიკები და მილიარდობით დოლარი რაღაც გაედინებოდა და შემოედინებოდა. საერთოდ ამ პოლიტიკოსზე და მის სერიოზულობაზე სამწუხაროდ არ მაქვს მაღალი აზრი, თუმცა ჩვენს გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც არიან სპეციალისტები და თუ ასეთი არ აღმოჩნდება, შესაძლებელია არასამთავრობო სექტორთან გავიაროთ კონსულტაციები, მათ შორის აი ამ გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებით და საბოლოო გადაწყვეტილება ასე იქნეს მიღებული, მაგრამ ის რომ ეხლა თავიდანვე ამ კანონზე საუბრის დროს რაღაცა პოლიტიზაციის მცდელობაა, რომ თვითონ რაღაცა მიზნების გამო მე ამისა არ მჯერა და კიდევ ერთხელ ვამბობ იმის გამო რომ ამ ადამიანის რაღაც ადეკვატურ მიმართებებთან დაკავშირებით სამწუხაროდ მაქვს ეჭვი. აქ ეთყობა ბიუჯეტზე და იმაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ როდესაც იყო დაანონსებული თავის დროზე, მაშინაც ყველამ კარგად იცოდა, რომ ბიუჯეტის გარეშე ვერ იქნება კომისია, ვერ იმფუნქციონირებენ ადამიანები, ვერ აიყვანენ სტაფს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცა ციალი საღი აზრის, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული მართლმსაჯულების ხარვეზების დარღვევის რაღაც კომისია განიხილებოდა როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ეს სრულიად ცხადი იყო, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ღია და ყველასათვის ეს არის კარგად ცნობილი. ნუ ახლა როგორც ჩანს მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, არ არის თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მე უკავშირებ იმას, რომ არაადეკვატურობის მუდმივი დემონსტრირება აზარალებს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას. როგორც ჩანს, ქართული ოცნებაც მიხვდა, რომ როდესაც ათეულებს ხდება ასეთი ფაქტები, ხო, შეიძლება მათთვის, მათი რეიტინგისათვისაც იყოს დამაზარალებელი. ჩვენ ვართ ქვეყანა, ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ ავრჩიეთ პარლამენტი, პარლამენტმა აირჩია მთავრობა, მთავრობა ფორმირებულია ქართული ოცნების მიერ, არსებობს პროკურატურა, არსებობს ყველა ლეგალური ორგანო, რომლითაც შესაძლებელი არის გამოძიებული იქნას სხვადასხვა ფაქტი. იქნება ეს ძველი ხარვეზები თუ არის ახალი ხარვეზები, თუ კონკრეტულ ადამიანთა ბრალეულობა ეხლა და როდესაც ასეთი კომისია არის, ამას ცხადია პოლიტიკური საფანელი ქონდა და ძალიან კარგი არის, რომ ამას დროზე მიხვდნენ. რიჩარდ მაისის საქართველოში ელჩი იყო ძალიან ბევრი წლის წინ, დღეს ის აღარ არის მოქმედი არც დიპლომატი, არც როგორც ვიცი ახლა პოლიტიკური კარიერა არ აქვს მას. ამიტომ ეს არის ერთი კერძო პირის მოსაზრებები, საყურადღებოა, იმიტომ რომ ის გათვითცნობიერებული იყო ბევრ საკითხში და ამიტომ ყველანი გავეცანით მის ინტერვიუს,
თუმცა ძალიან ბევრი რამ არის ამ ინტერვიუში, სადაც არის არაფაქტოლოგიური, არამედ შეფასებითი ნაწილი, მე სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრ რამეში, რომელიც იმ აზრებში, რომელიც არის და მის მოსაზრებებში, რომელიც იქ არის გამოთქმული, მე მას არ ვეთანხმებ. ნებისმიერ შემთხვევაში მას განვიხილავ როგორც ერთ რიგით ადამიანს, ვთქვათ, რიგით ჟურნალისტს, რიგით ყოფილ დიპლომატს, რომელსაც ცხადია, რომ აქვს თავისი მოსაზრებების გამოთქმის უფლებაც და მემუარების გამოქვეყნების უფლებაც, ჩვენი უფლება რჩება ის, რომ მას დავეთანხმოთ ზოგ რამეში, მაგრამ ძირითად ნაწილში არ დავეთანხმოთ. და რა შეიძლება მინარის თემაზე ვიქოთ, yani აჟიოტაჟი კვლავ მინარეთი დაუბრუნდა თავდაპირველად. თუმცა ნახეთ, რომ იგი ხდება უკვე პოპულარიზაციას გარკვეული საფუძველი ისე თავისთავად ეს ეპიზოდი მინარეთის მოხსნასთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი იყო არაკვალიფიციური ქმედებებით განპირობებული ჩვენი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ამას მოჰყვა შემდეგ აჟიოტაჟი და დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. მე მაქვს მტკიცე აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რაკიღაც ჩვენ ვართ მრავალკონფესიური ქვეყანა, ჩვენთან ცხოვრობენ როგორც ქრისტიანული კონფესიების სხვადასხვა განშტოებები, ასევე მუსლიმები, ასევე სხვადასხვა აღსარებლობის წარმომადგენლები, მე მაქვს მტკიცე აზრი, რომ ყველა ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ააგოს თავისი საკულტო ნაგებობა, ილოცოს თავისი მწამსის, თავისი აღსარებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ხელოვნურად აკრძალვა სხვადასხვა ადამიანებისათვის, ეს აუცილებლად გამოიწვევს დეზინტეგრაციულ პროცესებს თვითონ საზოგადოებაში, აუცილებლად გააჩენს საფრთხეს დაპირისპირებების. ამიტომ რაკიღაც ჩვენ ვართ მულტიეთნიკური ქვეყანა, მულტიკონფესიური ქვეყანა, ყველა მკეთილი უნდა ვინებოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ვისაც უნდა რომ შევიდეს მართლმადიდებლურ ტაძარში, მას ექნება ამის ყველა უფლება, განსაკუთრებით იმ უდიდესი ისტორიული როლიდან გამომდინარე, რაც მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს საქართველოში და საქართველოს მიმართ. მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო არიან სხვა აღსარებლობის წარმომადგენლები, ვერ იქნებიან შეზღუდულები თავისი წმენის და თავისი სახურებისადმი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არის თუ კი მინარეთი დაბრუნდა თავის ადგილას და თუ ჭელას მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ილოცოს იქ, სადაც სურს. თქვენ დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.